უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ევრომაიდანზე შეკრებილ პროტესტანტთა მხარდასაჭერად თბილისში პარლამენტთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა, მასში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობდნენ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ, მაგრამ თბილისში ვიმყოფებით. მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. რამდენიმე დღეში უკრაინამ ევროპული სახელმწიფოდან ძიმე დიქტატურაში გადადგა ნაბიჯი. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციასთან შეგუება. ვერ მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას და არ მივცემთ კრიმინალებს მისი მართვის საშუალებას. აქციაზე თბილისის დინამოს ფან-კლუბ გლადიატორების წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც ცნობილია, სოლიდარობის ნიშნად კიევის ცენტრში ფეხბურთის სხვადასხვა კლუბების მხარდამჭერებით შეეკრიბნენ. ჩვენ დღეს მოვიდით როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე დინამო თბილისის ფან-კლუბ გლადიატორების სახელით, იმიტომ რომ ჩვენი ძმები, ჩვენი მეგობრები, როდესაც საქართველოს უჭირდა, ყოველთვის ჩვენ გვერდში იყვნენ და აი ამ ფორმით მინდა რომ თანადგომად გამოვიხატოთ. ამ ადამიანებს საწუხაროდ სხვა რესურსში რომ დავეხმაროთ და გვერდში ავიდეთ არ არსებობს და არა გვაქვს და იმედი გვაქვს რომ მათი ის თავგანწირული ბრძოლა რომელსაც დღეს უკრაინელი ხალხი ფაქტურად უკვე დიქტატურის წინააღმდეგ გაწარმოებს და თავისუფლების მისთვის ის დაღრმვის რომელიც დღეს დაიღვარა კიევში აუცილებლად არ ჩაივლის უკალოს და ეზერი გაიმარჯვოს და ჩვენ გვინდა რომ აქედან ყველანაირად იგრძნონ ჩვენმა მეგობრებმა რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ. თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები შემოდგომიდან პერმანენტულად იმართებოდა. შეკრებები კიევში ვითარების დაწესების შემდეგ განახლდა. პარლამენტის შენობის გარდა მხარდამჭერების შეკრებას უკრაინის საელჩოსანაც გეკმავენ. Solidarობას უცხადებ, ნამდვილად უკრაინელ ხალხს იმედია, რომ პრეზიდენტი შეისმენს და მოეგება გონს და აღარ დავშვებს ამდენი სისხლის ყურას. ეს ყოველდღიურია და უკრაინელ ადამიანებმა იცოდეს, რომ ისინი მარტო არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ გვერდით ვერ ვდგავართ ფიზიკურად, სიამოვნებით ვიქნებით ახლა ჩემ უკრაინელ მეგობრებთან ერთად და აქედან მინდა იცოდნენ რომ ჩვენ მათი ბედი ნამდვილად გვაღელვებს და ნამდვილად მათ გვერდით ვდგავართ. ბოლო მონაცემებით კიევის ცენტრში მიმდინარე დაპირისპირებისას 5 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 4 ტყვია გულში აქვს მოხდრილი. სიუჟეტი მომზადდა პროექტ გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდის კვინა ტილკვინას ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.